გენიალური კვენტინ ტარანტინო მერვე შედევრით ბრუნდება. თავებზე მონადირე, ჯავათი, კონფედერატი, შერიფი, მექსიკელი, პატარა კაცი, კოვბოი, პატიმარი, საძულველი რვა. კვენტინ ტარანტინოს ფილმი. I'ma send you to your mama. Pistol whip quick, get the guns out. Dropping bodies in the place till the sun's out. Can't fuck with me, so don't even try. When the bullets fly, I'm the last one to die. Now, windows rolled. You might be crazy if you think that I'm slow. And you're doing shit from the wrong. Come on, I'ma send you to your mama. Now, windows rolled. You might be crazy if you think that I'm slow. I wanna hear it, shit from the wrong. Come on, I'ma send you to your mama. კომენტარს გააკეთებ დღევანდელ რაიც. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ამინდის კარგი გვაქვს და ველოდებით ახლა მუზეუმში შესვლას. ეს ლოგო აღნიშნავს, რომ ჩოპერით არის ადამიანი, სტრიტით არის თუ მოტო იმით სპორტულით, ყველა ვართ ერთი კომუნიტი, გვაერთიანებს ქართველობა, მოტოციკლი არ აქვს მნიშვნელობა. სქეთი იყო თავისი რავ 4-ით და სადაც წავედით, ყოველთვის მიგვასწროთ. ხშირად არ იმართება, სულ რაღაც 4 თვე გვაქვს სეზონი და იქიდანაც ალბათ 5-6 ერთ უწავალთ სადმე და რავი, წესით არ ღირს გაცდენა რა ამ თავგადასავლით. ერთი ინტერესი გვაქვს, შესაბამისად გაგებითაც ერთმანეთს კარგად უგებთ და ვისაც სურვილი გაქვთ მოტო მოყვარულები ხართ, შემოგვიერთით, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენ ჯგუფში. რაც ბევრი ვიქნებით, უფრო მეტი თავგადასავალი და უფრო მეტი რაიდი გვექნება. ნეტა გადაგვაღებინებენ თუ იცი. ვა! დინოზავრი. ეს არის მოტოციკლები ფილმი და მეგობრებო. Je ne reconnais plus personne en Harley Davidson. J'appuie sur le starter. ჯერ ინდიანი იყო თუ ჯერ ჰარლი? ჩემი აზრით ჯერ ინდიანი ზუსტად არ ვიცი ეგ ინფორმაცია. მოდი chat GPT-ს ვკითხოთ. აი კი ბატონო, ინდიანი 1901 წელს, ხოლო ჰარლი დევიდსონი 1903 წელს დაარსდა. ეს არის პირველი ინდიანი. ეს რა არის? აკუმულატორი, შეხედე როგორი აკუმულატორია. ყველაზე გასაოცარი პირველი ფარი, ანუ მაშუკი როგორ გამოიყურებოდა 1909 წელს. შინით სანთელსდებდნენ? მართლა? მე მგონი იმაზე რა ქვია, ნავთზე მუშაობდა, ამას აწევდი, აანთებდი და ეგრე ანათებდა უკან სარკე აქვს. ირეკლავდა და რა ვიცი, პირველი ფარისთვის ცუდი არ არის მე მგონი. 1918 წლის გაიძლაენ. ვფიქრობდნენ რომ ქალები უნდა იჯდნენ მოტოციკლეთზე. $1922 წელს დაყენა პირველი ელექტროფარი. ალბათ დრო რო გავა პირველი quick shifter-იც ხო ჩვენი თაობის დროს გამოიგონეს. 2000 მომავალი თაობა ნახავს. ხო, მომავალი თაობა გნახავს რომ ჩვენ დრო შეიქმნა quick shifter-ი. ხო, ეს უკვე მოტოს ემსგავსება, რაც უფრო წოვანება ემატება. აგერ 1941-იანი უკვე რაღაცნაირად თანამედროვეს წააგავს და 40, 41 იარაღთან ერთად. აბა იარაღი. რა მაგარია, შეხედე. სავარაუდოდ 54-იანია. ეს მეორე მსოფლიო ომის იმაში პიკში არის გამოშვებული.
აი რა თაობა მოდის მეგობრებო, შეხედეთ ტელეფონი და ტელეფონიდან თავი ვერ ამოვწერვით, ნახე რა თაობა არის. Hill cycle. ეს არის KTM 525 ერთ ცილინდრიანი. აი Ghost Riders მოტო მეგობრებო. ხა შანსი არის რომ ეს ფილმი არ ქონეთ დანახი. ეს არის დრაკულას მოტოციკლი. მოკლედ მეგობრებო, თუ დაგაინტერესებთ მოტოციკლის მუზეუმი, აგერ შეგიძლიათ მოგზავნეთ მოინახულოთ Upstate New York-ში. შემდეგი გაჩერება არის საკვების მუზეუმი. არაგველები, აი ნახეთ. კლუბში ბევრი ხართ არაგველების. სამი ხო? ძალიან მაგარი ლოგო. არ დამცინოთ რა. ბევრი ვიწვალე რომ აქამდე მოსულიყავი. აბა წავიდე. ვერ გავაკეთე. ვის ეგონა? ვის არ ეგონა? კიდე გავაკეთე. ანუ ძალიან მიხარია რომ ვისწავლე რა. და ალბათ სანამ ვერ მოვუტეხავ, იქამდე არ მოვისვენ თუ არა. შეხედეთ რა. ესეა, იღე. გადმოწევ. და მერე ესე იზრო რა. So, როგორ შვევი აბა? შენ რა საკეთებ შენ ესე აკეთე? ხო, მე ესე ვაკეთე. ბორბალი ისევ წინ გიდოს, ხო? კი. ხო და ან სიპლენიას გადაუჭირო, რომ ბორბალი გაგორდეს რა ადვილად, რა. აბა ასე ვერ იზავ რა, შენს არ აქვს ისეთი მოსახვევი რომ მოატრიალო. ამ ორივე უნდა აწყო ხალხში, რა ესე. აჰა. არ არის, ვაფშე ძინე არ არის, რა. ეს კი არ გაგიწოდა, ეს კი არა. აი, წოთი მოგიწოდა რა. მას შემდეგ, რაც ვიმოგზავრეთ კინოსამყაროში, გზად საკუთარი კინოც გადაგხვდა. ჩემი აზრით, მადლიერები უნდა ვიყოთ ყველანი, რომ დაგვთეს ნება, ასე ვთქვათ, დაზარალებულებმა, რომ გაგვეჟღერებინა ეს კადრები. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ბაიკერები ცუდ გამოცდილებაზე არ საუბრობენ ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა დავანახოთ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, არასასურველი მხარე. ყველაფერი არ არის მულტფილმებივით ფერადი და ასეთი რაღაცეებიც ხდება. არ აქვს მნიშვნელობა აქ ვისი ბრალი იყო, მნიშვნელობა აქვს ერთ რაღაცას და ეს არის მზად ყოფნა ასეთ სიტუაციებში. მზად ყოფნა კი შეგვიძლია მოვახდინოთ, რა თქმა უნდა, მეგობრებო, შესაბამისი ეკიპირებით და ვიცი ამაზე ტვინი წავიღე და გავბურღე, მაგრამ აუცილებლად კიდევ გაგიბურღავთ ტვინს, რაოდენ მნიშვნელოვანია ეკიპირების ტარება, რათა ასეთ მომენტებს დავხვდეთ მზად. Huh? Did you hear me? Sammy. Arka, car. Be good, brother. Thank you. Plate off, take your phone out.
Benzini. Benzini, benzin. Cecili არ გაუჩნდა. როგორც ყველა კარგი ფილმი, ამ დღეს ჰქონდა დაძაბული მომენტები, ბრძოლა და შემდეგ მთავარი გმირების გადარჩენა და გამარჯვება. ჩემი აზრით ძალიან კარგად ჩაიარა მართლა ყველაფერმა, იმიტომ რომ თუ გადახედავთ ავარიას, იქ შანსი იყო, რომ უფრო მეტი ბაიკერი დაზიანებულიყო და საერთო ჯამში მგონი კარგად გამოვძვერეთ. ამასობაში მოსაღამოვდა, დავიძარით სახლისკენ ერთად, უკვე მეხუთად აგვერია გზა, მე გავაგრძელე წინ, ხოლო ჩემმა მეგობრებმა გეზი აიღეს გადასახვევისკენ, რაც კლასიკური გრუპ რაიდის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. მოკლედ ასე ჩაიარა დღევანდელმა დღემ. მივიდივარ სახლში მარტო. მოიდა ჩემი დრაკონი. გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ არ გამოიწერეთ, არც ეგ არის პრობლემა. ჩვენ მაინც ჩვენსაც გავაკეთეთ. მშვიდობიან გზა. I'm a happy dreamer. I believe in love. I'm a happy dreamer. Guess I'm not the only one. I'm a happy dreamer.